დილამშვიდობისა ყველას ასურეთებს განსაკუთრებით და მთელი ღამის განმავლობაში არის ესე იგი მანქანების მიმოსვლა, ხმაური და კიდევ ფესტივალი თურმე ჯიფსი ვილიჩი და ამის გამო ჩვენ ასურეთლებმა უნდა ვათიოთ ღამეები რა. გამაგებინეთ ერთი ფესტივალი ისეთ ადგილებზე რომ მოიგონონ ამ ციგნებმა სხვანაირად ვერ გამოვა? არა, ეხლა ვიღაცა გამოვა და იტყვის რომ რა დაგემართა გოგო, ფესტივალია, პოლიციას დაურეკე და ფესტივალიაო, რას ვიზავთო სხვანაირად რა, ფესტივალის დედაც არ ვატირე? მთელი ღამე არ მიძინია ნორმალურად. სხვა გზა მოიგონონ და სხვა გზით მოვიდნენ აქ თუ საჭიროა. და აი აქ რომ ესეთი ამბავია, ხო? ნახეთ რა ამბავია. ახლა წამოდი გავიდეთ ჩვენ. ნუ ამ ფორმაში ხარ როგორც ხარ ესე ვარ რა. არაფერი არ უჭირს. და ავიდეთ იქ სადაც ფესტივალია რა. ესე იგი, პოლიცია ვერაფერს ვერ იზავს თურმე. მერიას უნდა მივმართოთ, ასურეთლებო. და მერიას რომ მივმართავთ, მერე აი ამ ციგნებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში დედის ხნა აქვთ. ალბათ მოაშორებენ აქედან რა. ჩემი არ ვიცი რა. რუსების დედამოწყნულობა აქ. Kai, vedi due tria. ძუძუები გადმოყრილი ქალები დაინახეთ, ხო? და აი ამას ვერაფერს ვერ შველის პოლიცია თურმე რა. მაგრად გვაქვს საქმე ხალხო. ეხლა ვიღაცა იტყვის რა ძველმოდური ხარ. ბიჭო, ფესტივალებზეც ყოფილ ვარ და ხმაურშიც ყოფილ ვარ, მაგრამ სოფელთან ახლოს არ ყოფილა ეს ადგილი რა. რომ სოფელში მაცხოვრებლებს აწუხებდეს ესეთი ხმაური. ამათმა არ იციან სად უნდა მოაწყონ ფესტივალები? თუ ამათმა არ იციან სად უნდა მოაწყონ ფესტივალები, ხო? მაშინ ჩვენ ვასწავლოთ და ასურეთლებს ძინავთ. ბრავო. თქვენ დედაც მოვტყანს ყველასი რა. აი ხა მივალ და ვნახავ. პოლიციამ თქვა რომ ადგილზე ვართო, რა გავაკეთოთო? ხო, რა გავაკეთოთო, ადგილზე ვართო.
ხო და ეხლა ქაჯივით გამოვეცხადები მეც. მოიცადეთ ერთი წუთით. დედა მოვტყან თქვენი სულ ყველასი. ისე ვარ ნერვებზე მოშლი, რომ ეხლა ყოველს ვაგინებ და ალბათ ვაცემინებ თავს რა. მაინტერესებს ერთი რა ხალხია აქ. რა ხალხი დადის. ხუთიანები ახალი მოსულა გახავე შევეცი. მთელი ღამის განმავლობაში, ესე იგი ამ ქუჩაზე ჩვენ სადაც ცხოვრობთ, მიმოსვლა არ შეწყვეტილა. აი რაღაც დებილობა ფესტივალია, რომელიც თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება და აი ჩვენ სოფელში, ესე იგი გესმით? ხომ გესმით არა? ბიჭო, ესეთი ადგილები ეს ის ადგილი არ არის, სადაც უნდა იყოს ფესტივალი რა. აქ არის სოფლის მაცხოვრებლები არიან აქ. ჩვენ ვართ, ცხოვრობთ აქ ამ სოფელში და მოსვენება გჭირდება. თუ ფესტივალის ჩატარება სურთ, უნდა ჩაატარონ ისეთ ადგილზე, სადაც სოფელს არ შეაწუხებენ და მაცხოვრებლებს არ შეაწუხებენ. არ იციან ამ რუსების გავარდნილებმა? ეს ამბავი? ახლა ვნახოთ რასაც ვისავ. არ ვიცი რას ვისავ, მაგრამ რამეს ვისავ. აი შლოპანცებით ვარ წამოსული. ძალიან ჩვეულებრივი სახლის დასრული ტანსაცმლით. რომელი ტანსაცმლითაც სახში უმუშაობ ხოლმე. მე ვიდე ახლა იქ. დედა შევეცი ამათი ოქორე ამათ. ახლა ვიღაცას არ მოეწონება მე რო ვიგინები. და ესეთი დედის ტყნა რო ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეგ მოეწონება, ხო? უх თქვენი ბავშვები გისმენენ, ქალები გისმენენ. ამას არ ისმენენ ბავშვები და ქალები და კაცები? და ვაფშე კაცები თუ არიან ამ ქვეყანაში, ეგ არის საკითხავი. მაგარი ტიპები დადიან აქ რა. ძალიან მაგარი ტიპები. რა გავაკეთოთ ქალბატონო? მეუბნება ეს პოლიცია. რა გავაკეთოთ ქალბატონო? არ იცი პოლიციამ რა გავაკეთოთ. საყვალელი პოლიცია არის, მე უნდა ვასწავლო რა უნდა გავაკეთოთ. აჰა, თურქები თუ არაბები თუ რა?
გამარჯობათ, ეს რა არის აქ? ეს რა არის? დიახ. აუ, ხოდა ფაკო ის აი მედალო გამოსულები ოქროს მაგამდე შარვანი მაქვს სახში გამოვიცოლო ამოვიდე მე ეს რა ვიგოებინა რა აი მე და ჩამოვიდი არ მუშაობდნენ მე მეგონა ამათი თანამშრომლები იყვნენ დადებილებული ხალხი დაადებილეს ეს ხალხი ყველა რა მელანდება თუ ებრაული ქუდი ახურას ამ ტიპს თქვენ რას ფიქრობთ ეს ნორმალურია ახლა აი ხა რაც გესმით თქვენ ნორმალურია მიდის ალბათ თელი ნარკოტიკების მოხმარება დედის წყნაური უკაცრავად ჩემი მეგობრებიდან ვინც აქ არიან გამიბრაზდებიან ჩემს ფეხებს უკაცრავად ბოდიში ფეხებო თქვენ კარგად იყავით ეს ამ დილითაც ხდება და მთელი ღამის განმავლობაში ხდებოდა ეს დიახ ბიჭო როცა იწვევს სოფლის იმას პროვოცირებას რო ახდენ სოფელი დაგადგება თავზე აბა რას იზავს შენი დედაც შევეცი რატო გადაიფურთხე შენ ჩემი დედა კი არა იცი რა რას გიზავ ეხლა რა შუაშია ლაპარაკობდა რომ მივდივარ აქ მანდილოსანი შენ არ და იპურთხებო გამოსითო მე გადმოაფურთხე შენ ყოჩაღ მაგრები ხართ მე გადააფურთხე ხო მიდი და სულ აფურთხეთ ეგრე თქვენი დედაც რა გინდა ვერ გავიგე რომ მიდიხარ ვერ მხედავ რომ აქ დგავარ ხო მე ვერ გადავალ რომ დაგინახავ
ხო და შევეცი მე თქვენი სულ ყველასი ნახოთ აბა თუ არის მშვიდობა ფურთხიები ესენი ბიჭო თავის ნერწყმი ვერ დაუკავებიათ თავის სხეულში და აი ესეთი საზოგადოება ჩამოაყალიბა არ ვიცი ვინ ყოველ ორნაბიჯში უნდა ნახო ადამიანი რომელიც თავის ნერწყმს ვერ იტოვებს თავის პირში რა და რწყავს თავის ნერწყმით ამ დედამიწას დედავატირე თქვენი მარტო ილია მეორეს კი არ ვამხელმე ამ სახელმწიფოში. ყველას ვინც არასათანადოდ იქცევა. ანის აუცილებლად. თამარ ისინი არადეკვატირები არიან მარტო რომ ხარ არ დაგიშავონ ამ არა ადამიანებმა დამიშავებენ და მიიღებენ თავისას აჰა რუსები და შევეცი მაგ რუსებისას მე დაგვაჯდნენ თავზე რა ბიჭო ვინ არიან ესენი არ ვიცი რა აი პოლიციაც აქ არის ერთობა ვერ დაუწიეს ხო ხმას? ვერ დაუწიეს ხო ხმას? დილამშვიდობის. აქ ვინ არის უფროსი? ამერიც. უფროსი ვინ არის აქ მითხარით? გეკითხებით ვინ არის უფროსი? უფროსი თქვა.
ესე გადაღების დროს მე იქნება არ მსემონებს თქვენ არ მაინტერესებს თქვენ აქ გახართ მუშაობთ ხო? უფროსი ვიკითხე. თქვენ ხართ უფროსი? აქ რა ხდება? აქ რა ხდება მითხარით? თუ შეიძლება რომ ვიდეო არ შეიძლება გათიშო. აი აქ მყავს მე მაყურებელი, რომელიც არის მოწმე, ახლა რაც ხდება. ერთი წამი თუ შეიძლება რომ არ შეიძლება რომ გათიშო. მითხარით ერთი წუთით უფროსი ვინ არის აქ? ვერ გაგესაუბრებით. რატომ ვერ გამესაუბრებით? გათიშავთ? რატომ ვერ გამესაუბრებით მითხარით? შეიძლება გათიშეთ, ვინ განდებით არ ეს არ არის საჯარო ადგილი? საჯარო ადგილი არ არის ეს? არ ვიცი, ვინ ხართ, რაზე გესაუბროთ. კარგი, თქვენ არ გესაუბროთ, უფროსი ვინ არის აქ? ხო, მე ვარ, აკერ ვარ. არ ხართ თქვენ უფროსი როგორც ჩანს. დამშვიდით და ელოდეთ და მოვა. იქნებ თქვენ თავად დამშვიდეთ? თუ შეიძლება იქით გადავწყვეტ რა. არ შეიძლება. იქით აი აქ მინდა დგომა. ტერიტორია და ვისი ტერიტორიაა ეს? ეს ჩემი ტერიტორიაა. ხალბატონო. მე ვცხოვრობ 100-ზურეთში ვცხოვრობ. აი ამ ადგილზე მაქვს უფლება რომ ვიდგე. გესმით? შეიძლება იქით გადავწყვეტ. არ არის ეს პრივატიზირებული ტერიტორია. და არ შეიძლება ჩემი იქით გადაბრძანება. ათია. აი დასესკანერებები ვინც ხარ? ერთი წამი გამო. თუ შეიძლება ხალხს ხელს უშლით და იქით გადავწყვეტ. იცი რა, მთელი ღამე მიშლით ხელს, მთელი ღამე და მთელი დღე. ხელს მიშლით მთელი ღამე და მთელი დღე და რა, ვინ გადავაბრძანო იქით? მითხარით? ხალხს უშლით შემო. მეც მიშლიან ხელს ეს ხალხი. თუ შეიძლება რომ გადავწყვეტ. აი იქით არის ადგილი და იქიდან შევიდნენ. არ არის. შემოსასვლელი. აი აქაც არის შემოსასვლელი და აქ შემოვიდნენ. დასასკანერებელი ვინ არის? აბა დასასკანერებელი ვინ არის? დასესკანერებელი გაქვს. მე დასესკანერებელი. დასასკანერებლები არიან აქ. გამარჯობა, თქვენ ხართ უფროსი? არა, მე არა, სკაის მენეჯერი. კარის მენეჯერი ხართ? თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ? უფროსი მჭირდება მე აქ. რედაქციაზე კიდე კითხვა უნდა მაგას? ანუ კი, ლოგიკური არის. ლოგიკურია? მე ახლა ის მაინტერესებს, აქ სოფელი არის ახლოს? სოფელი არის, ხო, მე ვცხოვრობ ამ სოფელში. და ლოგიკური რა არის ახლა, რომ მთელი ღამის განმავლობაში გვაწუხებდეს ეს მუსიკა? ანუ ფესტივალი იყო და ანუ ფესტივალი აქ არ უნდა ტარდებოდეს, ჩემო კარგო. ანუ მაგას ფესტივალი. განცხადება დაგეწერა. განცხადება არ არის საჭირო. გაგაფრთხილეთ. ფესტივალი აქ არ უნდა ტარდებოდეს და ამიტომ მინდა რომ უფროსი მოვიდეს ახლა აქ. ანუ რა ფესტივალი უნდა ტარდებოდეს იქ, სადაც სოფელი არ წუხდება. სადაც ადგილია ისეთი, სადაც არ წუხდება არავინ. და შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილზე, სადაც საქართველოს დიდია, მოაწყოთ იქ ფესტივალი. ძალიან წუხარო. ჩვენ წუხვართ. ამ წუთას ახლა რა გინდათ რომ გავაკეთოთ? უფროსი მაინტერესებს ვინა, უფროსი მოიყვანეთ. ამ წუთას ყველას ძინავს ხალბატონო. ყველას ძინავს? მე არ მძინავს. ყველას ძინავს, სად ძინავთ? სად ძინავთ? არა აქ ხო? ბუჩქში, დიდი ალბათობით ვიღაცას ცელის გვერდზე და ასე შემდეგ. რა საყარელი ხარ? წამო ბუჩქებში მივაკითხოთ. წამო. გავაღვიძოთ. შეგეშოთ ბილეთი არა გაგვწდა. ბილეთზე არა ვარ მე აქ მოსული, აქ პროტესტზე ვარ მე მოსული. ბუჩქში გავაღვიძოთ ის ადამიანი, ვისაც ძინავს. ნახეთ ხალბატონო, შეგიძლიათ ის მიმართოთ შესაბამისად. ძალიან გითხოთ, რომ ტერიტორია დატოვოთ. ანუ და რო დატოვო რა? გვეშველება რამე? სამსახურს მიმართეთ, მაშინ ესე გეკითხოთ ხალბატონო, დარეკეთ მაშინ შესაბამის სამსახურში, თუ თქვენ რაიმე პრეტენზია დაგაჩნიათ, შეგიძლიათ იგზავნოთ. მაგალითად შესაბამისი სამსახური რომელია? მოიქითხეთ შესაბამის თქვენს გამგეობას რა უძულეს. შეატყობინეთ მაშინ. უფლება რო არ ქონდა და აქ ფესტივალს არ გავმართავდეთ. არა, მალე აღარ გექნებათ უფლება. ამას მე დაგპირდებით. აბა კარგად. დიდი მადლობა ნახო. აჰა, გასაგებია. უფლებებზია აქ საუბარი, გესმით? და ბუჩქებში ძინავთ უფროსებს. ზოგს ბუჩქი და ზოგს. აუ, ესეთი ხოხმა არ ვიცი რა. უფროსებს ბუჩქებში ძინავთ აქ. გესმით? ხალბატონო.
აი ეს არის ჩვენი სახე დღეს. დიახ. ვიცი რა დაქო. Alcoholic და ნაშუადრებ ჩემთან იჩენდება. ისე კონიაკია მოგდაფრე, უბრალოდ დავდიარ. აი, ლაიქა ავდია რა. დალევს მაგა ის რა, ფილის. სრული ბედნიერებისთვის ასურეთს ეხლა ეს გააკლდა რომ მოიყვანონ შიციანი ხალხი ბუჩქებში მიაგდონ და ესე იყოს აქ მთელი მოსახლეობა შეწუხებული. უფროსებს ბუჩქებში ძინავთ. აი ეს იყო ამათი პასუხი. აი ესეთი ფესტივალია ჩვენ თავს დღეს. ეს რაჯიშის ხალხია, არ ვიცი რა. რაჯიშის ხალხია, ვერ გავიგე. დედებო შვილები ხო არ იცანით შემთხვევით. მე რა გასაგები გამოვიცო. აი ესე ძინავთ უფროსებს ბუჩქებში, ილიას კოშკში, მოსახლეობას სახლში. აი ესე ძინავთ საქართველოს მოსახლეობას და ბოზები დაბოზაობენ, ქურდები ქურდობენ და დედის მტყნელები დედას ტყნავენ. აი ესეთი რაღაცა ხდება საქართველოში. ჩვენს ილიას ეძინოს კოშკში, ჩვენს პოლიციას მანქანაში, უფროსებს ბუჩქებში და დანარჩენებს რა ვიცი სად, ღრუბლებში. აი ესეთი ამბავია. და სოფლის მოსახლეობიდან ჩემს გარდა აქ არავინ არ ზის. მერე დაიწყებენ წუწუნს, არ ზის კი არ და არ მოვიდა. დაიწყებენ წუწუნს, ეს რა ხდება და ის რა ხდება. იმიტომ რომ გძინავს შეჩე. დაამთავრეთ თქვენ ეს სიტყვა. შოკში ხარ? რატო ხარ შოკში?
დედებიც იქ იქნებიანო ხო? დედის ტყნის ფესტივალი არის, არ ვიცი რა ფესტივალია. დაინახეთ რანაირი ხალხი მიდიოდა. მაგაზე უკეთეს ვერ დაინახავდით შიგნით. დასასკანერებელი ხალხი მიდიოდა იქ. უკვე ყველაფერი ნათელია ვინ არის აქ. გესმის? ხომ გაიგეთ თქვენი ყურით. დასკანერებას ითხოვდნენ. ეს ჩვეულებრივი მომენტია. აი ამ ერთი ბეწო ხალხისთვის არის ეს ამხელა ხმაური გამოწვეული რა. ხო და მალე ესენი აქ ვეღარ მოაწყობენ ფესტივალებს, მორჩა. თუ გადავეკიდები მთელს რუსულ ებრაულ მაფიას გადავეკიდები. არც ეგ არ მადარდებს. საქართველოს მაფიამ, საპატრიარქოს მაფიამ ვერაფერი ვერ მიქნა და რუსული ებრაული მაფია მიზავს რამეს? დედის თხונה ეკნებათ მაგათ მალე მოიცადო. თუ ესე ვერ გავაკეთებ, მე სხვა გეგმები მაქვს რას გავაკეთებ და რაც ნოეს დროს მოხდა, ის მოხდება ამათ თავზე მერე. ნახონ მაგათმა. აი აქ მაღლა კაშხალია. ხო და პირდაპირ წალეკავს ამათ. ერთი ჩემი სურვილის გაგზავნა ზეცაში და всё. წაირეკება მთელი ეს ჯოჯოხეთი. მეტი კი არაფერი არ უნდა ამას. ჯერ გავაფრთხილებ. ეს ხდება ხოლმე საერთოდ. აი ასე. თუ ეშმაკს გეგმები აქვს, ღმერთსაც თავისი გეგმები აქვს. დიახ. მომრავლდნენ ცოტა ესენი აქ. მაგათ სულ ყველას ღმერთი წალეკავს. ღმერთი თუ არა მეწავლეკავ. და ეგ იქნება და всё. დასასკანერებელი ხალხი წაილეკება და ეგ იქნება. მეტი კი არაფერი, გათავისუფლება დედამიწა აი ამ დასასკანერებელი ხალხისგან. რა სტალინმა მილიონობით ადამიანი დახოცა და მე რო ეს დასასკანერებელი ხალხი წავლეკო. რამე მოხდება ცუდი? არაფერიც არ მოხდება ცუდი. პირიქით გათავისუფლდება დედამიწა ამ ხელა ჯოჯოხეთისგან. ჯოჯოების ხისგან. აი ესე. ყველა უნდა დადგეს ფეხზე, ვიღაცა ფულს აკეთებსო, დიახ. ვისაც ფული აქვს, წავიდეს და ადგილების მეტი რა არის საქართველოში. იქ დადგეს და იქ გააკეთოს ფესტივალი, თუ უნდა. აქ ასურეთში ჯოჯოხეთის ფესტივალს არაფერი არ ესაქმება. ესე ხდება. ასურეთლები დააჩმორეს უცბად. საინტერესო არა დედამიწაზე ამ ხელა
კაცკლა არის და აქ ზეიმი არის. საზეიმოთ აქვს კაცობრიობას საქმე. იდარასტებით არის გავსებული იქაურობა. აი ისინი, რომლებიც მელაპარაკებოდნენ, ბუჩქებში ძინავთ და საჭირო ორგანიზაციებს, სათანადო ორგანიზაციებს მიმართეთო, პიდარასტები არიან ორივე. პედარასტები თუ პიდარასტები ერთი და იგივეა. მთელი 4 ღამე გავაჩენეთ, ფესტივალს ვაწყობდით. თქვენი დედაც არ მოვტყან. 4 ღამე გაათენეს, თურმე უნდა შევიგნო ეხლა და შევიდე მდგომარეობაში, რომ 4 ღამე გაათენეს უფროსებმა აქ და ისა რა ქვია, ბუჩქებში ძინავთ ეხლა. მაშ დილის 6 საათია. მთელი ღამე ესეთი ვითარებაა. დაწყებული გუშინდლიდან დამთავრებული დღემდე მანქანების მიმოსვლა არ წყდება და ეს მუსიკა ხო საერთოდ რაღაც კოშმარია. რამე ნორმალური მაინც იყოს. ეხლა ტექნო მუსიკა გასაგებია და მომწონს მეც, მაგრამ ეს რა არის? ეს რა დებილობა რაღაცა არის. ეს არის ჯოჯოხეთის მუსიკა. არც ტექნოა და არც ნორმალური რამე, რაც მოეწონება ადამიანს. პროექტორები ნახე სად დაუყენებიათ რა. აქედან სად დაუყენებიათ მოკლედ რა. თურქების სასტავი. აქაც დაუყენებიათ security. გეტყვი და აი, გამოხვალ რა. მარტო ესენი შეწუხდებიან, ჩვენც წუხდებით და გადაეცით თქვენს უფროსებს ბუჩქებში რო ძინავთ. ესე მითხრეს, ბუჩქებში ძინავთ. ვიდეოს მიღებ? გიღებ, კი. ძალიან კარგად დამაფიქსირე რა. მაგირაძო. Security ხარ, ხო? ხო, მაგრამ ანუ რაზე მესაუბრებით უხართ უბრალოდ. არა, თუ შეწუხდით, გადავცემო და ჩვენ შევწუხდით, იქნებ გადასცეთ. რომელ მანქანაზეა საუბარი? ჩვენ ვართ იქ მაცხოვრებლები ვართ. გადაეცით, მადლობა. რომელ მანქანაზე მიხარით? არც ერთ მანქანაზე არ მithქვიათ. აი, მაცხოვრებლები. ხო, მაცხოვრებლები ვართ. პრეს-ცენტრს მიმართეთ. ხა, ეს ის არის, რა ქვია, გაცვეთილი ფრაზაა. ხო, ეგრე გამაგზავნეს ეგრე, კი. და თქვენს ბუჩქებში ძინავს თქვენს უფროს, ესე მითხრეს. რა ქვია სახელმწიფო? არ ვიცი რა ქვია. ნებისმიერ თქვენს უფროს გადაეცი, რომელსაც ბუჩქებში ძინავს. ზოგს ბუჩქებში ძინავს და ზოგს სადო არ იციან. მოკლედ ერთი სიტყვით მე კი გადავცემ ამ ორგანიზაციებს, მაგრამ თქვენს უფროს გადაეცი, რომ არ შეიძლება ესე. აქ არის სოფელი და ფესტივალები ჩაატარონ იქ, სადაც სოფელი არ არის. კაი? კარგად იყავით. დაფიქსირდით უკვე.
აქ არის მთელი უკრაინელებისა და რუსების მაფია. უკრაინელი და რუსი ებრაელების მაფია, რომელიც ცდილობს აი ამ სოფელში ესეთი რაღაცები დაამკვიდროს რა. და აქ მეც ვარ თამარიც ვარ, გესმით? ეხა რომელს მოუგებს, აი ვნახავთ მაგასაც რა. არა მადლობა. მოგრეთ კარგად იყავით მეგობრებო და აი ესეთი დღეშია საქართველოს მოსახლეობა. ეს არ უნდა ხდებოდეს იქ, სადაც ბავშვები არიან და სადაც მოსახლეობა ჩვეულებრივი მოსახლეობა ცხოვრობს. ეს ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს ასეთ სოფელში.